წყალუხი მტკვარი წყლის ნაკლებობას უჩივის. ეს დედაქალაქში იმდენად არ იგრძნობა, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში პრობლემა უკვე თვალშისაცემია. რამდენიმე დღეა წყლის დონე საგრძნობლად თითქმის 90%-ით იკლო. რატომ იკლებს მტკვარი? მწვანეები პასუხს გარემოს დაცვის სამინისტროსგან ითხოვენ, გარემოს დაცვა კი განმარტებას თურქეთიდან ელის, რადგან პრობლემის სათავეს სწორედ იმ ქვეყნიდან იწყება, საიდანაც თავად მტკვარი იღებს სათავეს. გარემოს დამცველები ვარაუდობენ, რომ კალაპოტის დაწევა თურქეთის ტერიტორიაზე წყალსაცავის მშენებლობას უკავშირდება. რა პრობლემებს უქმნის სამცხე-ჯავახეთს მტკვარში წყლის დონის კლება და მოსაოდნელია თუ არა მსგავსი პრობლემა დედაქალაქშიც. თორნიკე კვერენჩხილაძე ამბობს, რა პასუხი მიიღო გარემოს დაცვის სამინისტრომ თურქეთიდან. განცხადება უნდა იყოს ძალიან მოკლე, იქნებ მოვიფიქროთ როგორი მოკლე უნდა იყოს. მოკლე წერილი გლობალური პრობლემებით გარემოს დამცველებმა ელგუჯა ხოკრიშვილს უკვე გადაუგზავნეს. მწვანეთა მოძრაობა მინისტრს მხოლოდ ორ შეკითხვას უსვამს: რა მიზეზით გადაკეტეს მტკვარი და ვინ აანაზღაურებს გარემოსთვის მიღენებულ ზარალს? ვიდრე ოფიციალური პასუხი მოვა, ნინო ჩხობაძე მოსალოდნელ საფრთხეზე გვესაუბრება. წყლის დონე დაბინძურების გაიზრდება, იმიტომ რომ განზავების პროცენტი არ ექნება შესაბამისი. სერიოზული პრობლემები შეგვიქმნება წყლის სისტემებთან დაკავშირებით შიდა ქართლის. უმძიმესი პრობლემა შეექმნება იხტიოფაუნას განსაკუთრებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მწვანეთა მოძრაობის გარდა ხოკრიშვილის უწყებამ წერილი თურქეთიდანაც მიიღო. ამჯერად განმარტებითი სახის. როგორც ირკვევა კომპანია ქაია ბეიმ თვითნებურად შესაბამისი უწყებების ინფორმირების გარეშე ზამთრის სეზონისთვის კაშხლის შევსება გადაწყვიტა. ქაია ბეიმ მკაცრი მითითებები მიიღო, შესაძლოა დააჯარიმონ კიდეც. ჩვენ შევაფასებთ დაახლოებით, რა ზიანი მიადგა, ეს უკვე იქნება შემდეგი ეტაპი, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თქვათ, რამდენად შეიძლება ამ ფორმატში ჩავთოთ თურქული მხარე, რომ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება. ასპინძელებს მტკვარი დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდებათ. თურქეთიდან კუთვნილი წყლის ერთბაშად გამოშვება სახიფათოა. გარემოს დამცველთა აზრით, თუ მსგავსი რამ ხშირად განმეორდა, ამას უკვე თბილისელებიც იგრძნობენ. გარემოს დამცველთა პროგნოზით მტკვრის დონის კლებას დედაქალაქის მცხოვრებლებიც მალე ვიგრძნობთ. ამის პირველი ნიშნებია მძაფრი სუნი და ანკესზე სულ უფრო და უფრო იშვიათად წამოგებული თევზი. ანკესა და თევზზე არა, მაგრამ წყალზე პასუხისმგებლობა თურქებმა უკვე აიღეს. მალე ორ ქვეყანას შორის მემორანდუმი გაფორმდება და სავარაუდოდ მასში მტკვრის ხელშეუხებლობის პირობაც ჩაიდება.